გრიფით საჯარო ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს ვსაუბრობთ ყველაფერზე რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ჩაერთე მოიფიქრე დაინტერესდი მოგვაწოდე იდეები და თემები გრიფით საჯარო ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე მოგესალმებით ეთერშია გადაცემა გრიფით საჯარო მე ტარიელ დათიაშვილი ვარ ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი და მოგილოცავთ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ყინვალე დღესასწაულს მეულოცავ ჩემს სტუმარს და ეს ჩემი სტუმარია გიორგი ლოლაძე ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი მოგეთ ჩვენ მივესალმებით ჩვენს მსმენელებს მინდა შევეცდე წამყვანს და მე მიულოცავ მათ ყინვალე დღესასწაულები და ყველაფერი საუკეთესო უსურვო ხარ გიორგი მოგლეთ გაინტერესებს ახდება ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტში გაინტერესებს რა თაობა მოდის ვინ შეგვცვლის ჩვენ და ვინ ფიქრებს ჩვენს გაფრჩებულ საქმეებზე მომავალში ის რა ხდება ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტში ქუთაისის წევრი ხართ სულ 51 წევრი ვართ და მაჟორიტარული წესით ვართ არჩეული სკოლებიდან კერძოდ ყველა ესე იგი სენატორები ხართ ფაქტიურად სენატორები და კომიტეტები კი რეგლამენტი გვაქვს რომლითაც მოქმედებს თვითონ ეს პარლამენტი და წესებს განსაზღვრავს დადგენილი რეგლამენტი გასაგებია ესე იგი ყველაფერი წესით და კანონის მიხედვით კი და ვერ გადავხვევთ ისა სიახლეებზე მკითხეთ და კანონებს თუ იღებთ ის ვირტუალურ კანონ პროექტებს ვიღებთ კი და მაგალითად რასთან დაკავშირებით ბოლოს იყო წერილი მივწერეთ მერს რომელიც ახლა უკვე გადამდგარია უბრალოდ გადაყენებული რომ უნდა შეზღუდულებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა შეიქმნას ქალაქში და მათთვის შესაძლებელი გახდეს უკეთესად მოზაობა და ტრანსპორტის უფრო კომფორტულად გამოყენება გადასარევი ინიციატივაა მართლაც და გამოხმაურება თუ გამოხმაურება ვერ მოასწრო მე იმიტომ რომ ამდენიმე დღეში მოგდა მე ცოცხალი ახლა გამარჯოს მერს მე ყოლდეს მე აღარ ხავს სამწუხაროდ ახლა რა ყავს ჩვენ მე მოვალეობის შესაძლებელი ხავს ასე იგი სადმიდის ეს ხალხი მაინც ვერ გავიგე როგორი კარგებია მე ვერ თვალს არ ვათენებ რა და ვერ მოკრავ და კარგი ესე იგი მითხარი სიახლეები ხო ესე იგი სიახლეები ჩვენ უკვე ორი პლენარული ხსოვნა გქონდა პლენარული ხსოვნები 4 თვეში ერთხელ ტარდება და უკვე პირველ პლენარულ ხსოვნაზე ავიჩიეთ თავმჯდომარე და მეორე პლენარულ ხსოვნაზე უკვე დადგა მისი იმპიჩმენტის საკითხი მისი უმრავლესობა დაიშალა და ახლა ამ პროცედურის გატარების პროცესში ვართ რომ მისი გადაყენება მოახერხოთ და ჩვენ ანუ მე უმცირესობის წევრი ვიყავი და ჩვენ უკვე უმრავლესობა ვართ და კანდიდატის მხარს ვის უნდა ავიჩიოთ პარლამენტის თავმჯდომარედ და ველოდებით ეს პროცედურული საკითხია რომელსაც გაკვეული ძოჭივდება ანუ მაგრამ უკვე შემდეგი პლენარული ხსოვნებისთვის ახალი თავმჯდომარე გვეყოლება გადასარევია და გენდერული ბალანსი როგორაა დაცულია? გენდერული ბალანსი დაცული არ არის, იმიტომ რომ ქალებმა გვაჯობეს და ისინი არიან უმრავლესობაში. ესე იგი მომავალი მაინც ქალებისკენ. კი, მაგაში ვერ დაგზახავენ მამაკაცებსო ძლიერის კესი ხართ და ჩაგავთ ქალბატონებსო. და ახლა კარგი, ახლა მითხარი კომიტეტებში ესე იგი ჯერ ჩამოყალიბებული გაქვთ კომიტეტები? კი, 5 კომიტეტში. მე ერთ კომიტეტში ვარ ევროინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობის, მაგრამ ძალიან პასიური კომიტეტია და ახლა ვფიქრობთ რომ ჩვენ რომ მოვალთ უკვე მართველი ძალა და ამ პარლამენტშიო ყველა კომიტეტი დავშალოთ და შევქმნათ ის კომიტეტები, რომლებიც იმუშავებენ და კომიტეტები იქნება ხალხის ინტერესებიდან, უბრალოდ პარლამენტარების ინტერესებიდან გამომდინარე და არა რეალური პარლამენტის მიბაცვით. კავშირი თუ გაქვთ დიდ პარლამენტთან? კავშირი არ გვაქვს სამწუხაროდ ერთადერთი კავშირი თუ შეიძლება ამას დაერქვას შეხვედრა გქონდა უმცირესობის წევრებთან 4 წარმომადგენელთან და საკმაოდ წავე საუბარი გამომივიდა მათთან მე ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ეს პოლიტიკური შეხედულებებზე ცოტა მოგვიანებით შეგეკითხები, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ეს შენი ინტერესის სფერო მაინტერესებს, აი კონკრეტულად რა სფეროში ძირითადი ინტერესის სფეროები არის სამხედრო საკითხები და ისტორია და სწორედ ამ ინტერესის სფეროდან გამომდინარე გადავწყვიტე რომ ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტში თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი შემექმნა და ვფიქრობ უკვე როდესაც უმრავლესობაში მოვალთ ამას მოახერხებთ და
ერთი კომიტეტი დაემატება ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტს. და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით მაინც რა ინიციატივა შეიძლება წამოჭრა? ანუ ჩვენ რაზე შეგიძლია იმუშაო და? კი, გეტყვით ახლა პირველ რიგში ვიტყვი რომ ზოგადად ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტი იმისთვისაა შექმნილი რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება დაიწყოს ამას აკიდანვე და მიეჩვიონ ბავშვები გარკვეულ პროცედურულ საკითხებს, რომელსაც თავიდან მეც ბიუროკრატიად მივიშნევდი, თუმცა შემდეგ აღმოაჩინე რომ ეს აუცილებელი პროცედურებია და ამის გარეშე ნორმალური მუშაობა არ გამოვა ასეთი ორგანიზაციის და ორგანოსთა განსაკუთრებით პარლამენტის და რაზე შეიძლება საუბარი ქუთაისის ახალგაზრდულ პარლამენტში თუ შეექმნება ეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი ჩვენ მივიღებთ კანონპროექტს და მინდა გითხრათ რომ ასეთი კანონპროექტი რომელსაც ჩვენ მივიღებთ რეალური არ არის ეს უბრალოდ არის იმისთვის რომ ჩვენ გავიგოთ რა არის ეს საპარლამენტო ცხოვრება პარლამენტარიზმი როგორ მიიღება მიმდინარეობს მაგრამ ზოგადად ესეთი კაი ინიციატივა წამოჭრა ანუ ჩვენ სვლელობა შეიძლება ამ დოკუმენტს მიცე როგორც დაუშვათ რჩევის სახით გადაუგზავნოთ დაუშვათ დიახ სწორედ გავაკეთეთ ზოდესაც მივიღეთ უნაშე ზღუდულებზე ეს ინიციატივა გავუგზავნეთ წერილის სახით ქუთაისის მერს მაშინ ბესიკ ბრიგადზე იყო და ეს იყო ინიციატივის სახით გაგზავნილი ეს უმრავლესობამ გადაწყვიტა მე არ დაუჭირე ამ ინიციატივას ხარი იმიტომ კი ანუ ჩემი არ დაჭერის მიზეზია ის არ იყო რომ მე დავუშვათ არ მომწონს ის რომ ისინი უნაშე ზღუდულებზე ზუნავენ და მათ სურს რომ მათთვის უკეთესი პირობები ყოფა ეს ინიციატივა იყო დაუკონკრეტებელი და არანაირი კონკრეტიკა აქონდა და არ იყო საუბარი ხარჯები დაჭირდებოდა ამას კარგით ხარჯებზე თავი დავანებოთ აზრო დაჭირდებოდა კონკრეტულად სად უნდა გაკეთებული იყო ეს პანდუსები და მათთვის სად უნდა შექმნილიყო ეს ინფრასტრუქტურა არანაირი კონკრეტიკა უბრალოდ ესე იგი შენ მომხრე ხარ რომ ახალგაზრდულ ქუთაისის ახალგაზრდულ პროექტის სახით უნდა შეგვეთავაზებიან მე ვფიქრობ და არა ინიციატივის სახით იმიტომ დაწუნებული ვარ ასეთი ინიციატივა ბესიკ ბრიგადის და მისი უამრავი წინამორბედთა ასეთი პროექტები შეიძლება დაფინანსდეს კიდეც ხო ასეთ პროექტი მაგას გულისხმობ მე ანუ ეს პროექტი რომ დაიწერებოდა რომ ექნებოდა კონკრეტიკა რომ ექნებოდა გაწერილი ბენეფიციარები ამოცანები შემდეგ თავისთავად უკეთესად მოხერხდებოდა ამ ყურადღების მიქცევა ამ პროექტზე და ჩვენ გარკვეული ძალები გაგვაშინია ახალგაზრდობას დიდი ძალა აქვს და თუ ამ პროექტს არ გაითვალისწინებდნენ ხო ჩვენ მე სხვა მეთოდებს გამოვიყენებდით იმისთვის რომ გვეიძულებია ესენი რომ თუ წლევანდელ ბიუჯეტში და მოაზრის ბიუჯეტში უკვე გაეწერათ ეს იმიტომ ეს საკითხი იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს პოლიტიკურად აქტიურები ხართ, ესე იგი მარტო ეს არიკეტება ვირტუალურ სივრცეში თქვენი მოღვაწეობა, აი თქვენი გადაწყვეტილებები შეგიძლიათ დაიცვათ დაუშვათ პოლიტიკური ხერხებით. პოლიტიკურად ჩვენისგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს პარლამენტის წევრებს და ზოგადად ჩვენ აქვთ ხოლმე ეს პარლამენტი ახალგაზრდული პარლამენტი რომ ერთი განსაკუთრებული დაუშვათ გამორჩეული პოლიტიკური შეხედულება გქონდეს და ინდივიდუალურად რა თქმა უნდა თუ სურვილი გვაქვს პოლიტიკურად აქტიური ვართ და ვიყენებთ სოციალურ ქსელებს და სხვა ხერხებს იმისთვის ვის ინიციატივა საერთოდ ეს ახალგაზრდული პარლამენტი ეს ახალგაზრდული პარლამენტი ჩვენ ვართ მეორე მოწვევის პარლამენტი და პირველი მოწვევა უკვე მანამდე იყო ეს 2 წლით ირჩევა ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრები თავიდან ეს პოლონელმა ქუთაისში მცხოვრებმა პოლონელმა ჩამოიტანა ეს ინიციატივა და მან დაიწყო ის განხორციელება და შემდეგ უკვე წლევანდელი წლის ვინმე ეს შეფი არ ყავს შეფი კი ორი მენტორი ყავს ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თაობათა დიალოგის ხელმძღვანელი ნუგზარ კოხლეიძე და მეორე თათიგა გოქაძე და ისინი არიან ხელმძღვანელები აი ამ პროექტის და დამფინანსებელი გამოიხატება მაგათი ანუ თავიდან მათ ჩაგვიტარეს ტრენინგები რა უნდა გავიკეთებია როგორ უნდა მოხდა იყო ანუ ამბანი გვასწავლეს პარლამენტარიზმის და დანარჩენი უკვე ჩვენ უნდა გავვითარდეთ და თან მათი ხელმძღვანელობა გამოიხატება მაშინ რომ ისინი გეგმავენ ჩვენ შეხვედრებს კომიტეტების შეხვედრებს და სხვა პლენარულ ხომებს ორგანიზებას უკეთებენ აპარატი ყავს ასევე დამოწმეს თქვა რომლებსაც თუ საშუალება მაქვს ახლა და აქედან მინდა რომ დიდი მადლობა მოუხადო რადგანაც დიდ სამუშაოს წევენ და ძალიან გვეხმარებიან უანგაროდ აპარატის წევრები ტექნიკურ საკითხებს უზრუნველყოფენ და ასე შემდეგ და დიდი მადლობა მათ ფინანსებით მაგ ვიდეოდი ზუსტად ფინანსურად ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის სამსახური გვაფინანსებს და რა მაინც რაში გჭირდება თქვენ მაგალითად თანხები რაში ხარჯავთ
თანხები, დიდ თანხებთან არ არის, რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული, იმიტომ რომ გვჭირდება თანხები დავუშვათ ფურცლები და პასტები და ეს, საკანცელარიო ნივთები და ასევე ერთხელ ძალიან გაგვახარა ბატონმა თემურ სამსიშვილმა, როდესაც მოგვიწყო ესა გასვლითი ტური რომ დავაკოთ, ასე ბაკურიანში 3 დღიანი, სადაც იქ ჩაგვიდა და ძალიან საინტერესო ტრენინგები. და ახალი ცოდნები ავიღეთ იქ არავებარულ კომუნიკაციაზე იყო საუბარი და მის ხერხებზე და ზოგადად კომუნიკაციასთან დაკავშირებით ტრენინგები გავიარეთ და ძალიან საინტერესო იყო. და ეს უნდა ახლა რა მაინტერესებს. მაგალითად დიდ პარლამენტში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, ის ძალების ბალანსი, ესეთი ტიპის რაღაცები ეს მსგავსია თქვენთან სხვა ტიპის ბალანსია მაგალითად შეხედულებები როგორ ნაწილდება ვინ არის უმრავლესობაში ვინ არის უმცირესობაში ანუ ჩვენ არ ვართ დაყოფილი დავუშვათ როგორც ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება აქ ფრაქციების სახელი აბსოლუტურად განსხვავებულია ახალი თაობა ახალი ცენტრისტების წარმომადგენელი გახლავთ და ვინ არის უმრავლესობაში რა ტიპის ანუ უმრავლესობაში არიან ძირითადად კოალიციები და არაერთი ფრაქციის ანუ რამდენიმე ფრაქცია არის გაერთიანებული რომელიც ქმნის უმრავლესობას და ეს უმრავლესობა ირჩევს შემდეგ თავმჯდომარეს გასაგები მაგრამ შეხედა ახლა რა მაინტერესებს ეს უმრავლესობის ბაში შეიძლება მაგალითად ახალგაზრდა თქვენს პარლამენტის უმრავლესობაში იყოს განსხვავებული პოლიტიკური კი პოლიტიკურ შეხედულებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეუძლია ნაცისტი იყოს ან ფაშისტი არანაირი პრობლემა არ წარმოადგენს და სვასტიკითი არის თუ აქვს სურვილი ამის და შეიძლება იყოს ერთ კოალიციაში კი ანუ ეგ უკვე ფრაქციის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა ასეთ ადამიანს მაგრამ რეგლამენტი და ინკასებული წესები ამას არ გძალავს და ახლა როგორია სიტუაცია ახლა როგორც გითხარით, ვაპირებთ თავმჯდომარის გადარჩევას და ახალი თავმჯდომარის არჩევას. შემდეგ, როდესაც უმრავლესობაში მოვა თავისთავად ჩემ ინიციატივასაც ალბათ გამახორციელებთ და კომიტეტში შექმნით, რომლის თავმჯდომარის დიდი შანსია რომ მე ვიყო. და ბიურო ყავს ასევე ამასაც ვიტყვი, რომელიც დღის წესრიგს ადგენს პლენარული ხდომების და ბიუროში წარმოდგენილი არიან ფრაქციების თავმჯდომარეები, კომიტეტების თავმჯდომარეები, უმრავლესობის ლიდერი და უმრავლესობის სპიკერი. უმრავლესობა უმცირესობის ლიდერები და სპიკერები. დიახ. ასე იგი ჩვენ ახლა მალე რეკლამაზე გავალთ. და ამის მერე მე მაინტერესებს შენი ზოგადი შეხედულებები. დიდი სიამოვნებით. მაინტერესებს როგორ აზროვნებს ჩვენი მომავალი და აი გლობალურად როგორ უყურებს თავშად პოლიტიკას, ისტორიას, როგორ უყურებს რაც ჩვენს დროს როგორ უყურებს მოგწონს თუ არა ჩვენი დრო ან იქნება რას ხედავ მომავალში და ასე შემდეგ. დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ. გავდივართ დროებით რეკლამას. არაკეთებთ საკუთარ პროდუქტს. ფულს კარგავთ. 24-10-79 ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. ოცნების ქალაქში მოსახვედრად ხანდახან რადიო მიმღებით საკმარისია. ძველი ქალაქი FM 7.9 სიახლე კასტელ ჯორჯიასგან პირველად ქართული ლუდის ბაზარზე ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად არაფერი მოგესმათ შეიძინეთ ნებისმიერ მაღაზიაში ნახევარლიტრიანი ლუდი გერმანული მხოლოდ 1 ლარად კასტელ ჯორჯია ძველი ქალაქის დღის ეთერის გენერალური სპონსორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გთავაზობთ გზავნილების წამახალისებელ აქციას. ისარგებლეთ ფულადი გზავნილებით კრისტალის ნებისმიერ ოფისში და მიიღეთ საჩუქრები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0431 25 22 44. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. ლიცეუმში მოსწავლეები მიიღებიან გამოცდის საფუძველზე. ლიცეუმი გთავაზობთ ცოდნის შეძენის შესანიშნავ პირობებს. მოსწავლეები დაწყებითი კლასიდან გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. უფროს კლასელები ტექნიკურ საგნებს შეისწავლიან ინგლისურ ენაზე. ლიცეუმი აღჭურვილია კომპიუტერებით, ლაბორატორიებითა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. დანერგილია კაბინეტური სწავლების სისტემა. მოსწავლეები სარგებლობენ უფასო ინტერნეტით. გამოცდილი პედაგოგები საოლიმპიადო ჯგუფებში
მოსწავლეებს მოამზადებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის. ფუნქციონირებს ცეკვის, მუსიკის, ჭადრაკის წრეები, წარმოებს გაცვლითი პროგრამები. მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს სამზარეულო მრავალფეროვანი მენიუთი და დაცული ჰიგიენის ნორმებით. წინასწარი გადახდის ან დედმამიშვილების შემთხვევაში გათვალისწინებულია შეღავათები. დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით მისამართზე ირაკლი აბაშიძის 22 ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე 25 69 05 ან ეწვიეთ Facebook გვერდს facebook.com/ხაზი NNSGE. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი გთავაზობთ სიახლეს. სავაჭრო და საცხოვრებელი ფართები ახლმშენებარე სახლში. ყოფილი კინო ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე. კვადრატული მეტრი $370-დან. შეიძინებინა დღეს და ისარგებლე 3 წლიანი უპროცენტო განვადებით. დაგვიკავშირდით ტელეფონზე 0431 26 32 32. სამშენებლო კომპანია დიზაინ კომპლექსი. რასაკეთებთ, როცა ფული გჭირდებათ? თანაც სწრაფად, მარტივად და დაბალ პროცენტში. გირაოდ კი მხოლოდ ავტომობილის ჩადება შეგიძლიათ. მიდიხართ ჯეოკაპიტალის ოფისში, წერეთლის 5-ში, ქარვასლის პირდაპირ. შემოსავლის დადასტურება საჭირო არ არის. არც დასხვევა, არც ავტომობილის გადაფორმება. ტარების უფლებაც გინარჩუნდებათ. 1 საათიც და ფული თქვენია. და პროცენტი? 6%. ყველაზე დაბალი განაკვეთი ბაზარზე. მაგარი არა? ჯეოკაპიტალი, ქუთაისი, წერეთლის 5 ან ზვიად გამსახურდიას 19. ტელეფონი 26 70 70. ჯეოკაპიტალი. სესხი მხოლოდ ავტომობილით. მოასმენინეთ თქვენი რეკლამა 120,000-ზე მეტ ადამიანს ჩვენი ეთერით. 24 10 79. ძველი ქალაქის სარეკლამო სამსახური. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. აგზელებთ ჩვენ გადაცემას, შეგახსენებთ, რომ ჩვენ სტუმარია დღეს გიორგი ლოლაძე, ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტის წევრი. ასე იგი, მოდი გადავიდეთ ახლა შენს ინტერესებზე. ჩვენ გამოვყავით 3 ძირითადი ფუნდამენტური საკითხი: პოლიტიკა, ისტორია და სამხედრო საკითხები, რაც შენი ინტერესები კონცენტრირება. მოდი დავიწყოთ პოლიტიკით. მითხარი, რა ხდება დღეს ქვეყანაში, ზოგადად რომ მიმოიხილოთ და შენი ეს პოზიცია მაინტერესებს იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში ხდება ის, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა და უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ რაღაც გარკვეული დემოკრატიზაციის ნიშნები მიდის ზოგადად ყველა სისტემის, ყველა სამინისტროსი და საზოგადოებაში ვამჩნევ უკვე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების გარკვეულ ნიშნებს. ოღონდ ეს ჯერ ძალიან ფერმკტალია და ვფიქრობ, ბევრი გვიკლია კიდე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებამდე. და მაინც ეს სამოქალაქო საზოგადოება შენ უკვე რამდენად ახსენე სიტყვა და მაინც მაინტერესებს რას ნიშნავს ეს სამოქალაქო საზოგადოება არის საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი, რომელიც მწვავე რეაგირებას აკეთებს, როგორც აკეთებს იმ საკითხებზე, რაც ქვეყნისთვის მტკივნეულია და ყველას მავანს თუ კარგს მიუთითებს იმაზე, რომ ამასო ცუდად აკეთებს, უნდა უთხრას, რომ ეს ცუდია და მეორეჯერ თუ გააკეთებს, მივაჩენებს და სხვა ნომერ შემოხაზავს. ესა სამოქალაქო საზოგადოება. და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება უნდა დაიწყოს უკვე ჩემი ასაკიდან და ამის გარკვეული ნიშნები არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ასაკმარისია და თუ გინდათ ვისაუბრებ კონკრეტულად. არა, ისაუბრე შენ, მე მაინტერესებს რა ასპექტი, ვინდა სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო კლუბები არის ჩამოყალიბებული, USAID აფინანსებს ამ პროექტს, თითქმის ყველა საჯარო სკოლაშია და ძალიან მაგარი პროექტია ეს, იმიტომ სკოლიდან არჩევენ ყველაზე აქტიურ ბავშვებს, რომელიც ერთიანდება სამოქალაქო კლუბებში და შემდეგ ისინი იღებენ სკოლის მოსწავლეებისაგან ინიციატივებს და ამ ინიციატივებს ახორციელებენ თავიანთი ძალებით, წერენ პროექტებს, რომელშიც შეაქვთ მცირე გრანტების პროგრამაში და ამ მცირე გრანტების პროგრამას USAID აფინანსებს და შემდეგ ასევე ბაზალეთზე არის ბანაკი, რომელსაც ხელმძღვანელობს ასეთი ორგანიზაცია SICA და აფინანსებს ასევე USAID, თავისუფალი უნივერსიტეტის ტრეინინგ ცენტრია, ძალიან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და ძალიან მაგარი პირობებია, სადაც სტარდება ტრეინინგები, რომელიც გავლის შემდეგაც ხო ადამიანი უკვე თუ ნორმალურად აზონებს ადამიანი და თუ ცოტა ჭუა აქვს თავში, მაშინ ის უკვე სხვანაირად იწყებს აზონებას და რეალურად ეზიარება იმ ლიბერალურ იდეებს, და დემოკრატიულ იდეებს, რომელიც აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქისათვის.
ლიბერალურ ღირებულებებთან გაქვს რამე საერთო? ну გარკვეულწილად მაქვს და გარკვეულწილად არ მაქვს, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ თანამედროვე საქართველოში იმ ლიბერალიზმის წარმომადგენლები, რომელსაც რეალურად ლიბერალიზმი ქვია, აღარ არიან და ისინი ლიბერალები არიან, თუმცა სინამდვილეში არიან და რეალურად მათი მიზანი არის რომ ეს თავი ამოაშნიონ ასეთებად თორე თავიანთი იდეოლოგიით თავიანთ საუბრით საერთოდ არ გვანან ლიბერალიზმი. მაინც ვიზე გაქვს. არ მინდა ახლა დასაგებია, მაგრამ იმიტომ არა ხარ ლიბერალი ბოლო. არა, მე ზოგადად ლიბერალი თვლიდო დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანებია და დემოკრატია და დემოკრატიულობა და ლიბერალიზმი თვლიდო განსხვავებული ცნებებია ერთმანეთისგან. რა თქმა უნდა, განსხვავებულია, იმიტომ რომ დემოკრატია არის წმინდა სუბთა პოლიტიკური სტრუქტურა. იქ მე ვთვლიდო დემოკრატიულად ვაზროვნე. არაფერი არ არის დემოკრატია, ეს პოლიტიკური სტრუქტურაა შეულებები და ლიბერალიზმი არის ღირებულებები, ზოგადი ღირებულებები ამ სტრუქტურაში. დემოკრატიასაც ყავს ღირებულებები და სწორედ დემოკრატიას აქვს პრინციპები. აი მაგალითად ხელისუფლების გაყოფა და თავისუფალი სასამართლო და ასე შემდეგ. და ესე იგი ძალიან ჩამჩა გულში პირველი ოქტომბრის მერე რაღაც ესეთი ტრაფარეტული ის გამოგივიდა, გესმის? ხო, შეიძლება ბანალური ვიყავი, მაგრამ მითხარი ზოგადად აი რა დიდი გარდატეხა მოხდა ამ გარდატეხა ვთვლიდო შიში გაქვს ამ მოსახლეობაში პირველ რიგში ამას მომჩნევ. აი ეს არ ნამდვილად მეორე იმას მომჩნევ რომ ძალოვანი უწყებები გახდა გაცილებით უფრო გახსნილი და ღია და მათ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან გაცილებით უფრო ადვილი გახდა კომუნიკაცია, სხვათა შორის ამდენიმე დღის წინ მქონდა ინტერვიუ ირაკლის ესიაშვილთან ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში და ეს კიდევ ერთი მტკიცებულება ამის ისინი უფრო გახსნილები არიან და თვლიან რომ ხალხთან რაც უფრო მეტად ექნებათ ურთიერთობა უკეთესია მისთვის, ოღონდ არ მინდა ხა ესე გამომივიდეს რომ მე ვფიქრობ რომ ხოტბის შესასრულად მოვედი ვინმესთვის. გასაგებია, იმიტომ საბუთებ რომ ეს არ დარჩეს როგორც ლოზუნგის საკითხი. კონკრეტული მაგალითი დებულება ყოველთვის გაქვს ლოზუნგს და რაღაც და ახლა მოდი ვილაპარაკოთ შენს უმთავრეს ინტერესზე, რაც მე ვიცი ძალიან დიდი ხანია და მე და უთხრა ჩემს მენელს და შენს მენელს ამ შემთხვევაში რომ მე არასოდეს არ მინახავს შენი ასაკის ადამიანი, ეს ახლანდელ ასაკს არ გულისხმობ, მე მახსოვს ძალიან პატარა ასაკი და შენ დაინტერესდი ისტორიით. ისტორია მაინც ყველა ასე რომ ვთქვათ ბავშვის სუსტი წერტილია. მე ბავშვი ეს ისტორიაზე შეყვარებული ჯერ არ მინახე. არიან. ეს მოდის რაღაც ცოტა მოგვიანო პერიოდში, როცა რაღაცების გააზრებას და გაანალიზებას იწყებ. და შენ აი შენი ინტერესი ისტორიაზე რატო შეჩერდა თავიდანვე? ბავშვობიდანვე. არ ვიცი. გამოგწონს ისტორიაში. ამბები მოგწონს? ამბების მომწონს და თავად ისტორია გვაძლევს საშუალებას რომ ის შეცდომები გავანალიზოთ, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წინაპრებმა დაუშვეს და შემდეგ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ. ეს არის ყველაზე მოსაწონი ისტორია. პირველად რა წაიკითხე ისტორიაში ვისმა რა საქართველოს ისტორია მოახდინა ასეთი კითხვა. არა, საქართველოს ისტორიაზე მანამდე წავიკითხე, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენა ტარლეს ნაპოლეონმა მოახდინა და შემდეგ უკვე უფრო ხმად გადავწყვიტე ამ საკითხების შესწავლა. ანუ ნაპოლეონის პიროვნების დიდებულება მოგხიბლა თუ რა? კი, არა მარტო ნაპოლეონის, ზოგადად იმ ეპოქის დიდებულება, რასაც ქვია მონარქიის დამხობა საფრანგეთში და ახალი იდეების წამოსვლა, რესპუბლიკელების მოსვლა ხელისუფლებაში და შემდგომში უკვე რეფორმაცია რა. სადამდე გრძელდება ეს ნაპოლეონის სიკვდილამდე თუ? ნაპოლეონის სიკვდილამდე. არა, სხვა საკითხებიც განსაკუთრებით ეს პერიოდი მხიბლავს და მომწონს. საქართველოს ისტორიას როგორ უყურებ? მე ნაწილზე მეკითხების მქონდა. აი საერთოდ საქართველოს ისტორია როგორ უნდა უყურებდეთ ჩვენ ისტორიას, როგორ უნდა ვკითხულობდეთ ისტორიას? საქართველოს ისტორიის შეიძლება იმამაყოთ კიდეს, მაგრამ ბევრი სიძვილი იყო საქართველოს ისტორიაში და ასევე უნდა დავივიწყოთ ისინი, იმიტომ თუ იმათ დავივიწყებთ, ისე იმ სიძვლის გამოვიდეთ, რომელიც მაშინ გამივცადეთ.
ანუ ჩვენ მაინდა-მაინც ასე თავზე ხელაღებული სიამაყის და მის საბაბი არ გვაქვს. საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს ძალიან დიდი სიამაყე. ქართულმა ხალხმა თავის ისტორიაში რაიმე შექმნა, ესეთ ღირებული რამე გაჩნია, რომ ყველაზე ღირებული? ვეფხის ტყავსანი მაშინ რა თქმა უნდა. ანუ ვეფხის ტყავსანი არის ზოგადად წინ უწევს დროს, უწევს არამარტო იმძოინდელი კავკასიის და აზიის აზოვნებას, უწევს იმძოინდელი ევროპისას და მთელი მსოფლიოს აზოვნებას უწევს. ეს გენიალური ქმნილება მართლა ჩვენთავსა ეს იქ არის ისეთი იდეები, რომლებიც მართლაც დასაფასებელია, გენდერული თანასწორობა ვიყოს, თუნდაც ლეკვილომის ისტორიაც ვიყოს, თუნდაც ხვალია. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ეს არის თავისუფალი აზოვნების მეტის აქ ჩანს დემოკრატიული პრინციპების, რა თქმა უნდა მონარქიაში ეს ვერ გამოჩნდება, მემკვიდრეობის სისტემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ნიშნები იყო, კი, მაშინ. თუმცა თამარის დროს ხმადაღებული ლიბერალიზმის ნიშნები აღშკარად ჩანს ამ ნაწარმოებში და ვთვლი რომ თავარი ქნილება და თავარი ღირებულება რაც არის ვეფხის ტყავსნის არის ის რომ ანუ სიამაყის საფუძველია რა ვეფხის ტყავსანი ჩემთვის და ალბათ ყველა ქართველისთვისაც იმიტომ რომ არიან დიდი ერები რა თქმა უნდა დიდი კულტურები შექმნეს მაგრამ შოთა რუსთაველი არ ყავთ თავსავე ძალიან განიცდიან სოთაშორის ნამდვილად უნდა განიცადონ ჩემი აზრით ისტორია დაკავშირებულია, რა თქმა უნდა, ძირითადად ომების ისტორია. მithuetes ყოლია ნაპოლეონი, კერპი ყოლია პრაქტიკულად ასე მეტაფორულად რო. ხო, მეტაფორულად კი. და მოდი მითხარი, აი სამხედრო საკითხებით, რამდენად სერიოზულად ახლა დაინტერესებული? საკმაოდ სერიოზულად დაინტერესებული,აზე უფრო აქტიურად ვიყავი და ახლა შედარებით უფრო პასიური გავხდი, მაგრამ ახალ ამბებს ვკითხულობ და ნიუსებს ეცნობი სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, ადრე ბლოგიც მქონდა და ამაზე პოსტავდი სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით. Ну, სამხედრო საკითხებით ისტორიიდან გამომდინარე დავინტერესდი შეიარაღებით, სამხედრო სტრატეგიით და ასე შემდეგ და ну, მაინც რა, აი შენ ამ ახალგაზრდულ პარლამენტში გაქვს ინიციატივა, ხო? სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით. თავდაცვის თავში აი რას მოიცავს ეს ინიციატივა, რას თავაზობ შენ პარლამენტზე, საერთოდ ჩვენ რას ვთავაზობ, რა გინდა? ამ შემთხვევაში თქვენ ვერ შემოგთავაზობთ ვერაფერს და ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს თავაზობ ახალ კომიტეტს, რომელიც ასეთი პასიური არ იქნება, როგორც დღევანდელი კომიტეტები არიან, რომლებიც თითქმის არ მუშაობენ სამწუხაროდ. სამხედრო მიმართულებით რა. არა, სამხედრო მიმართულებით, ზოგადად ინფორმირებულობას გასდით ეს კომიტეტი ჯერ თვითონ პარლამენტარებს და შემდეგ ჩვენი ასაკის ბავშვებს, იმიტომ ძალიან აბსტრაქტული წარმოდგენები აქვს, გონიათ რომ ჯარში თუ წავდნენ ტრაგედია მოხდება ამით და ასე შემდეგ და პირიქით ჩემი აზრით რეზერვში გაიწოვენ ადამიანს უნდა უხაროდეს, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანისთვის ყველას არ გულისხმობ, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს ალბათ ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანას ემსახუროს. თუ სხვას ვერაფერს ვერ აკეთებს და რატომ უნდა თქვას ადამიანმა ამაზე უარი? კაცმა ძველი პრუსიული გამოთქვა, სხვათაშორის რა კაცი უომრა და რა ქალი მშობიარობის გარეშე. კაცი ახლა ომი გვაცილოს ღმერთმა მართალია, მაგრამ არა, ჯარში სამხედრო საქმე ყველა სამხედრო პაციფისტია, ხო, არავის არ უნდა ომი. რაღაც აზრით და რაღაც შეხება სამხედრო საქმიანობასთან კაცს უნდა გქონდეს ეს დისციპლინა, ესეთი კაცრი ცხოვრების წესი, დაგეგმვა, გათვლა და რაღაცები სამხედრო შეიძლება ეს თვისებები შეიძინო უბრალოდ, რა. და მითხარი გიორგი, სანამ გადაცემა დასრულდებოდა შეგეკითხები, ახლა მე შენ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. გამოძიებას? არა, გამოძიებას არა. რატო აი თვითონ საომარი მოქმედებების ის მაინტერესებს მე თვითონ პირადად რაღაც გაუგებრობები, რაღაც აბსურდული რაღაცეები, სიტუაციები იყო შექმნილი. სამწუხაროდ. მითხარი და შეიძლება და იმ ომის მოგება? არსებობს ისეთი თეორია და ისეთი სამხედრო სტრატეგია, რომელიც იმ ომს მოიგებდა? არა, იმ ომს სამხედრო სტრატეგია და თეორია არ არსებობს, უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, არც ეკონომიკური და არც მატერიალური ტექნიკური, რომ ჩვენ ამის მოგება მოგვეხერხებიან, ან ახლა მოვახერხოთ უბრალოდ შეიძლება ამ ომის ლოგიკური შედეგი იქნებოდა ისეთივე, როგორც იყო უბრალოდ
ასეთ შევცხანილი არ გამოვიდოდა ჩვენი ჯარი მომიდა. მაინც რა შეიძლება გაგვეკეთებია რომ ასეთი არ შევცხანილი ყავთ. ნუ მაშინ თუ გინდათ კონკრეტულად ვისაუბრებ ფაქტებზე, იგივე კოდოვის ხეობის დატოვება, იმიტომ რომ კოდოვის ხეობაზე სასველი ერთადერთი გზა არსებობს, რომელიც იმდენად მცირეა, რომ ერთმანქანას მეორე გვერდს ვერ აუვლის, იმდენად პატარაა, დაახლოებით 3-4 მეტრი იქნება სიგრძეში და თუ კოდოვის დატოვებას უძველად აპირებდნენ, რაც თავისთავად აბსურდია, იმიტომ რომ ძალიან მარტივია იქ ჩასაფრებების მოწყობა და სხვა ესეთი სამხედრო ღონისძიებების დაგეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მარტივად კოდოვის დაცვა, თუმცა ასევე შეიძლება რომ აღინიშნოს, რომ ეს სხვებს გაზდიდა. მაგრამ თუ წმინდა სამხედრო კუთხით გამახვილებთ, კარგი, ტოვებდით კოდოს. ხო შეიძლება რომ ის გზა დაინაღმოთ და ეფექტქებიათ. ამაზე მარტივი არაფერი არ იყო, მაგრამ იმდენად საუბედუროდ, იმდენად სწრაფად გამოიქცნენ იქიდან, რომ წელები მდინარე კოდოში ჩაყარეს. ძალიან დიდი სირცხული იყო და მართლა გაკვირვებული დარჩა ყველა. მეორეს ვიტყვი, ხა ეს ერთი ვთქვი, თვითონ დასავლეთის ფრონტი რო დავარქვათ აფხაზეთისგან მომავალ რუსულ-საფრთხეს. აქეთ ფრონტი რო ავიღოთ, ცხინვალში შეშლის შემდეგ, ხო, აუცილებელი იყო დიდი გუფთის ხიდის გადაკეტვა, იმიტომ რომ როდესაც ოკის გვირავიდან შემოვიდნენ რუსები, იქ ისეთი ტერიტორია, რომ მათი ჯარების გაშლა ფაქტიურად შეუძლებელია, სანამ დიდი გუფთის ხიდს არ გადმოგვეტდნენ და თვითონ გუფთის ხიდთან უნდა მოეწყოს ან ჩასაფრება, ან ხიდი უბრალოდ უნდა ეფექტქებიათ, იმიტომ რომ შემდეგ უკვე მეორე გზა მოდის ცხინვალისაკენ ოკის გვირავიდან, რომელზეც უკვე სადიოსურ ბრძოლის გამართვა შეიძლება. ეს მოგცემდა უძვირფასეს დროს. და შემდეგ უკვე საერთაშორისო საზოგადოება დაგვეხმარებოდა და შემდეგ ეს ფაქტები აღარ მოხდებოდა, რასაც ქვია ჩვენ ტერიტორიების განადგურება და ჩვენ ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა დეოკუპაცია, რომელიც ნელ-ნელა ახლა იგივე ინფორმაციის ნაკლებობაც ხო იყო სამხედრო საქმისთვის, მაგალითად ინფორმაცია არის ფუნდამენტური საკითხი, ხო? ჯერ ინფორმაციას აგვიღებთ და მე ვიწყებ ხო, რუსულ ჯარების გადაადგილებაზე პრაქტიკულად არ ქონდა არანაირი ინფორმაცია ჩვენებს. არა, ნუ ასეც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არტილერიამ კარგად მოახერხა პირველ ეტაპზე. მათი კოლონების შეჩერება და ინფორმაცია ვერ ქონდათ და კოორდინატები ვერ დაბომბავდნენ. ეს აქ ფაქტის წინაშე რო დადგნენ, უკვე დაინახეს ჯარი და ჩვენი ხელისუფლება მაშინდელი არ ელოდა რუსეთის ჩასვას. საუბედუროდ ამ ომში და რატო არ ელოდა ეს ამბობდნენ რომ ჯარი ჯავაში იყო მაგ დროს ალბათ რომ დაიწყეს სამხედრო მოქმედებები თუ რა დავარქვა ამას მე არ ვიცი არც მაინტერესებს ჯერჯერობით ასეთი განსაზღვრებების კეთება მაგრამ ამბობენ რომ ჩვენ რო შევედით ცხინვალში უკვე რუსეთის ჯარი იდგა ჯავაში ჩავაში იდგა, რა თქმა უნდა, ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და ეს ერთი და ორი დღის წინ მოხდა ადაწყებულა ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ და შემდეგ მოახერხეს ამ პროვოკაციაში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების აყოლიება და შედეგს კარგად ხედავს ახას. განსარევი მოსაუბრე ხარ, მინდა შეგაქო ასე ვთქვათ, თუ ჩემი შექება რამეს ნიშნავს. დიდი მადლობა. და მე მინდა გიორგი ჩვენი ბალამ ჩვენ მომავალი არ ეს ზოგადად აი შენაირი ბიჭების ხელში მოხდეს. იმიტომ რომ მაინც ჩვენს თაობას კონკრეტულად ვიყოთ უჭირს ეს დაგეგმის პრობლემა გვაქვს ჩვენ მუდამ. უფრო მეტი ლაპარაკი შეგვიძლია ვიდრე მოქმედება და ხშირად ეს უმოქმედობა ასე ვთქვათ და ეს იდეების სიჭარბე გვიშლის ხელს რაც რეალობის სწორ შეფასებაში და სწორი გადაწყვეტილებების გამოტანაში. მინდა თქვენ ამ იდეებს და მოქმედებას შეათავსებთ ერთმანეთთან. ვეცდებით ეს. და საბოლოოდ მივიღებთ მართლა იმ ტიპის მოქალაქეს და იმ ტიპის ადამიანს სახელმწიფო პერსონაჟს ასე რომ ვთქვათ ლიტერატურულად. რომელიც მართლაც რომელსაც ძალუც ამ ქვეყნის დაცვა, აშენება რეალურად ტრაფარეტების გარეშე, იდეოლოგიების გარეშე, პოპულიზმის გარეშე. პოპულიზმი ეს ისეთი გარდუვალი რამეა პოლიტიკისთვის, დამეთუმეტეს დემოკრატიისთვის, სადაც არჩევანი და ამომრჩეველზეა ყველაფერი დამოკიდებული და ამომრჩეველს უნდა
რაღაც უნდა ჩაუდო ყოველთვის თავში. პოპულიზმი დემოკრატიის ის არის ფუნდამენტური ღირებულება, ასე რომ ვთქვათ, ამის არ მეშინია. მაგრამ ტყუილი ყველაზე მეტად ტყუილი არ უნდა არსებობდეს ძალაუფლებისკენ მართლაც ეს პარანოიკული სწრაფვა და ამის მიზანი ამართლებს საშუალებას ეს ლოზუნგი არ უნდა იყოს ურთიერთობების და ასე შემდეგ. შენ როგორ ფიქრობ, არის ამის პოტენცია გვაქვს ჩვენ მომავალი, კაი მომავალი გვყავს? პოტენცია გქონდა და გვაქვს. მაგრამ გარკვეულწილად ამაზე ალბათ განათლების სისტემას უნდა იზრუნოს, რომ ადამიანები ისე ჩამოვყალიბდნენ, რომ შემდეგ ამ იდეებზე იყვნენ დაფუძნებული და ახლა თქვენ ჩამოთვალეთ და არა ტყუილებზე და ხალხს უაზროდაპირებებზე და შემდეგ მათ შესრულებაზე და პერსპექტივას ვხედავ ჩვენ თაობაში ბევრი გამორჩეული ხალხგაზრდა, რომელსაც შეუძლია ძირეული ცვლილებები მოახდინოს ქვეყნის ცხოვრებაში და მე მათი იმედი მაქვს. როგორ ფიქრობ, აი ჩვენი ახალგაზრდობა ოპტიმისტურად უყურებს მომავალს? აი როგორ ფიქრობ შენ საქართველოს აქვს შანსი და მაგალითად გაბრწყინდა ეს ასე რომ ვთქვათ მეტაფორულად? მეტაფორულად წარმატებას მივახციოთ. ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული ამოცანები ახალგაზრდები და ჩვენი თაობა ძალიან ოპტიმისტურად ვართ განსხვავებული, კონკრეტულად დაგეგმილი არ გვაქვს ჯერ ამას როგორ მოახერხებთ, ვინ მოახერხებს, ვინ ლიდერი იქნება და ვინ შესრულებელი, მაგრამ ოპტიმიზმით სავსენიორად გვაქვს იმედი რომ მოახერხებთ ამ ქვეყანას დავეხმაროთ და დაუბრუნოთ ის ძველი დიდება რომელიც საუკუნეების წინ ქონდა, მაგრამ როგორ მოახერხებთ ეგ არ ვიცით. გამოჩნდება მუშაობაში, დიდ პროცესში გამოჩნდება. სწავლა ჯირდება, მართლა შენ სწორი თქვი, განათლების სამსახურმოც უნდა იმუშაოს და ეს მარტო 51 კაცი ამას ვერაფერს ვერ დააკლებს, ვერ უშველის, უბრალოდ ეს განათლება არის მართლაც საფუძველი ჩვენი მომავლის და ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტური ეს არის რა დასაყრდენი ასე ვთქვათ ჩვენ თუ არ განათლება არ მივიღეთ მინდა დღეს ძალიან ესეთი კარგი დღეა და ჩვენ იმედი არ მიწყენენ ჩვენი მორწმუნეები იმიტომ რომ ეს მართლმადიდებელი ვარ და ღმერთს ფიქრობ თელ ცხოვრება, მაგრამ მარტო ლოცვით მართლა ამ ქვეყანას მე-21 საუკუნეში ამ დიდი ტექნოლოგიების საუკუნეში, სადაც მართვა არის აბსოლუტურად ყველაფრის განსაზღვრების, სადაც სისტემების ეპოქაში ვცხოვრობ და არ მოქმედებს არავითარი მორალური კონდიციები და ესეთი რა დებულებები კონკრეტულ ურთიერთობებში იდეალიზმის უზღაფა გასაგებია ჩვენ მე წამს მჯერა ჩემი სული საქმე მაგრამ აი სახელმწიფო აშენებას მართლა განათლება ჭირდება რა შენ როგორ ფიქრობ? მარტივად ფიქრობ სახელმწიფოს აშენება ანუ ქვეყნის სათავეში მოვლენ იდეალისტები და არა მატერიალისტები, რომელსაც ფულის შონის მეტი არაფერი არ აინტერესებს, მოვლენ იდეალისტები, რომელთა თავადი იდეალი პატრიოტიზმი და დემოკრატია იქნება, ქვეყანას მაშინ აშენდება. რადიო შეიძლება ამის ესე იგი სულ მქონდა მეც იმედი და ახლა წამახს შოთაშორის არ გამქრობია ეს ოპტიმიზმი და ეს შემართება რომ მართლაც ჯერა რაღაცნაირად რატომ ჯერა იცი არას აი სააკაშვილზე მინდა 1-2 სიტყვა თქვა ვერიდები საერთოდ რა მე ძირითადად ისტორიკოსი არ ვარ ისტორიული აზროვნების რაღაც მკვლევარი ვითავარ გესმის და ასეთი მორალისტური დახარისხება რომ ვიღაც ლიდერი კარგი ან რაღაცა მოვლენები არის ვიღაცებს დამოკიდებული და ეს ამას გაურბივარ იმიტომ რომ ეს ჩემთვის ასე არ არის რაღაც ფაქტორები რაც ხდება ჩვენს ურთიერთობაში ჩვენს რეალობაში რაც აბსოლუტურად გადამწყვეტია გესმის არის ასეთ ფეხბურთში ასეთი გამოთქვა უბურთო თამაში ხო უბურთო მოთამაში არასდროს არ ჩანს ბრძოლის ველზე და ისტორიაშიც ასე არის. ყველა ყოველთვის გარეშე არ ჩანს. ბურთია ის არის ისტორიის საყვარელი, ასე რომ ვთქვათ და ის რაც მართლაც ახდენს გავლენას მოვლენებზე, ის აბსოლუტურად უხილავი მოვლენები და გარემოებები, რა თქმა უნდა, არჩევს. და ისი თქვა მინდოდა, რომ ჩვენ იმ ეპოქაში ვყოფებით. როცა საქართველოს და ქართულ ხალხს მიეცა საშუალება მშვიდობიან
სიტუაციაში, მშვიდობიან გარემოში, რომლის მიღწევაც არ არის ისე ძნელი, როგორც იყო მაგალითად 2 საუკუნის და 3 საუკუნის წინ. საერთაშორისო საზოგადოების დამსახურება და თავისი უძირითადესი და ესე იგი იარაღი, თავისი რაც მომადლა ღმერთმა ეს ინტელექტი გამოიყენოს და ეს ჩართოს ამ იმაში და აი ჩვენ მოვახერხებთ 21 საუკუნეში ომი მოვახერხეთ აი ამ სიტუაციაში ეს რაც მართლაც გამოუგნებელი არის ჩემთვის პირადად ეს ჩემი პოზიცია. მოკლედ მე ბევრი ვილაპარაკე ამიყოლია შენ გიორგი და მე მგონი ჩვენი გადაცემას დასასრულს მივუახლოვდა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის სტომრობისთვის, ასეთ საინტერესო საუბრისთვის. სიამოვნებით გეწევით. რამე მითხარ? კი, აუცილებლად მოგიწევ გიორგი და სხვა წევრებთან ერთადაც. გესმის, აი პოლემიკა მაინტერესებს უფრო თქვენ შორის რა ტიპის პოლემიკა შეიძლება. სიამოვნებით დავждებით დებატებში ოპონენტებს. თქვა შეიძლება მიულოცო მაგალითად ეს ნაღდგომის დღესასწაული მოსახლეობას. ან რამე თქვა თუ დარჩა სათქმელი თქვი. კი, ნუ პირველ რიგში კიდევ ერთხელ მიულოცავ ჩვენს მსმენელებს ამ წვიმიან დღესასწაულებს და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ, განსაკუთრებით ყველა გიორგის მიულოცავ დღევანდელ დღეს. დღეს გიორგობა, ეს მე რაღაც გამომჩი. და მოუწოდებ ჩვენს ახალგაზრდობას, რომ თუ რამე ინიციატივები ექნებათ, იდეები ექნებათ, რომელთა განხორციელებას უნდათ, გარკვეული ფინანსები გაგვაშნიათ ჩვენს და მოდით ჩვენთან ან სოციალური მედიის საშუალებით დაგვიკავშირდით, ინტერნეტის საშუალებით დაგვიკავშირდით, ან მოდით ჩვენთან და ყველანაირად ვეცდებით, რომ დაგეხმაროთ და თქვენი იდეები რეალურად ვაქციოთ. ანუ Facebook-ში გაქვთ გვერდი და საიტიც გვაქვს და შეგვიძლიათ იქ შევძანდეთ და თუ ჩვენი სიახლეები და გაინტერესებთ, იქ ნახოთ. და სიახლეები აგრეთვე გარედანაც შეგიძლიათ განეხილოთ და რაღაც ურთიერთობებში ჩაერთვებით, ხო? კი. თუმცა უკეთესი იქნება თუ სკოლის მოსწავლეები ხართ, ყველა სკოლას ყავს წარმომადგენელი ჩვენ სკოლაში და თვითონ თქვენ სკოლაში ჩვენ წარმომადგენლებთან მიხვიდეთ და იმას გააცნოთ თქვენი იდეები და შემდეგ ის დაამყაროთ ჩვენთან კომუნიკაციას და ვეცდებით რომ განუხილველი არ დაგვრჩეს ასეთი თქვენი ინიციატივა და იდეა და აი განხორციელება მე უკვე განხილვის შემდეგ გადაწყდება მოვახერხებთ ამას თუ ვერ მოვახერხებთ. ძალიან კარგი და მოკლედ რჩევა ყურადსაღებია, იმედია გამოგვეხმაურებიან, მეტი და მეტი ახალგაზრდობა ჩაერთვება ამ საქვეყნო საქმეში, ასე რომ ვთქვათ, ისწავლოს მომავალმა თაობამ, აი მუშაობა პარლამენტში კანონებზე, პროექტებზე. არა, ჩვენ რეალურად შეგვიძლია მათ, იმიტომ გარკვეული ფინანსები გამოყოფილია ამ პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან და თუ ექნებათ ისეთი პროექტი, რომელიც მოდგებული იქნება მოსახლეობაზე და სარგებლობას მოუტანს მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, დაფინანსებული იქნება. ოღონდ ამას ჩვენ ბავშვები ავწყვეთ და თუ არ დაგიფინანსებენ, ეს ჩვენ არ უნდა დაგვავალოთ. გასაგებია, ხო თქვენ გამუშავებენ და საკითხს ვეწყვეტ. ჩვენ შუამავლები ვართ თქვენსა და დეპარტამენტ შორის. კარგია. მოკლედ ამით ჩვენი დრო მოიწურა, გიორგი, დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ყველაფრისთვის და მოულ შეხვედრამდე იმედია კიდე გამოჩნდებით ჩვენ სტუდიაში. ვიმედოვნებ რომ დამბატიჟებთ და მე აუცილებლად. კარგად გზანდებოდეთ, მოულ შეხვედრამდე. კარგად. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.